გამოწვევების წინაშე დგას უმაღლესი განათლების სისტემა და რა უნდა შეიცვალოს მისი განვითარებისთვის. საქართველოს განათლების რეფორმას იწყებს საქართველოს მთავრობამ კი 7 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა უკვე გაწერა. ცვლილებები უნდა შეეხოს როგორც სკოლებს, ისე უნივერსიტეტებს. სავარაუდოდ უნდა შემცირდეს სწავლების პერიოდიც. ახალ ინიციატივას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რა გახდა რეფორმის შემოღების მიზეზი და როგორ განხორციელდება ეს ცვლილება. შევეცდებით, რომ დღეს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბროთ ჩვენ სტუმართან ერთად და შეგვიძლია დავპატიჟოთ ჩვენი სტუმარი, განათლების მინისტრის მოადგილე ბატონი ზვიად გაბისონია. გთხოვთ ბატონ ზვიად, მოგზადეთ ჩვენთან. მოგესალმებით. მოგესალმებით. შუადღემშიდობის. ჩვენთან ერთად ხართ. მადლობა თქვენი დროისთვის. ესე იგი ნიკამ დაანონსა, რომ ბევრი კითხვა გვაქვს და შევეცდებით, რომ მოვასწროთ ყველა კითხვის დასმა თქვენთვის. ეს კითხვები, რა თქმა უნდა, მოდის საზოგადოებიდან. პირველ რიგში რომ გითხრათ, რა გამოწვევების წინაშე დგას საერთოდ განათლების სისტემა, რის გამოც გახდა აი ამ რეფორმის შემოღება საჭირო? თქვენ იცით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სულ ცოტა ხნის წინ დაანონსა რეფორმა და რეფორმა გულისხმობდა სწორედ იმ გამოწვევების იდენტიფიცირებას პირველ რიგში, ანუ 7 გამოწვევა და 7 გადაჭრის გზა. ეს გახლავთ ჩვენი ხედვა, რომლის მიხედვითაც უნდა მოვახდინოთ ყველა იმ პრობლემის დაძლევა, რა პრობლემას დღეს უმაღლეს განათლებას აქვს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამ ეტაპისთვის პრეზენტაცია ეხებოდა მხოლოდ უმაღლესი განათლების რეფორმას და მხოლოდ ერთ მესიჯად იყო იგივე 11 კლასთან დაკავშირებული საკითხი, რასაც აჟიოტაჟი მოყვა. განათლების სამინისტრო მინისტრის ხელმძღვანელობით ამზადებს ფუნდამენტური რეფორმის პრეზენტაციას, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი 11 კლასთან დაკავშირებული საკითხებიც, ასევე იგივე მე-12 კლასის სავარაუდო დამატების საკითხებთან, მათ შორის უცხოელი სტუდენტების სტატისტიკაც გვინდა მოვიტანოთ, იმიტომ რომ მე მგონი გადაჭარბებული იყო ახლა ის ნაწილი, რაც სკოლებთან დაკავშირებით იყო. რაც შეეხება უმაღლესი განათლების რეფორმის ნაწილს, რა თქმა უნდა, გამოწვევები ბევრია, მათ შორის მთავარი გამოწვევები იდენტიფიცირებულია, არის ინფრასტრუქტურული საკითხები, რომელზეც იყო საუბარი, არის ასევე დეცენტრალიზაციის საკითხი, რომელზეც გვინდა რომ მაქსიმალურად თბილისიდან განტვირთვა მოხდეს და უმაღლესი სასწავლებლები თანაბრად განვითარდნენ და ცოდნა თანაბრად იქნა საქართველოს ტერიტორიის ყველა რეგიონში მიწოდებული, მათ შორის გამოვყავით ორი ძირითადი მიმართულება, თბილისის და ქუთაისის ლოკაციები და ასევე გამოვყავით რეგიონული უნივერსიტეტების როლი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, როგორც ავცომ აღნიშნეს, 7 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა გაქვთ და რას მოიცავს ეს სამოქმედო გეგმა? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის, რომ დღეისათვის სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობა კონცენტრირებულია თბილისში. 85%-ია დაახლოებით, ამის სტატისტიკაც გვაქვს, რა თქმა უნდა. რა არის მთავარი პრობლემა? პრობლემა გახლავთ ის, რომ ამ ნაწილში ძალიან რთულია იგივე საცხოვრისების საკითხი სტუდენტებისა და იცით თქვენ, რომ ამ ნაწილში ძალიან სერიოზული პრობლემაა სტუდენტური საცხოვრებლების, რომელიც ევროკავშირის ყველა ქვეყანაში პრაქტიკულად არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი უნივერსიტეტის კამპუსებთან ერთად. აი სწორედ ამ ლოგიკით იყო განსაზღვრული, როცა პრემიერ-მინისტრმა განსაზღვრა, რომ აუცილებელია დეცენტრალიზების ნაწილში თბილისთან ახლოს განვავითაროთ ახალი ეგრეთ წოდებული განათლების ქალაქი, შეგვიძლია სიმბოლურად დავარქვათ. ძალიან კარგი სახელია სხვათა შორის. განათლების ქალაქი, სადაც იდეაში შევძლებთ უნივერსიტეტის ახალი კამპუსების ნაწილთან ერთად შესაბამისი საცხოვრებელი ადგილების გადატანას და ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე შესაბამისი კვლევითი ინფრასტრუქტურის გადატანაც, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია და ამაზეც ალბათ შეგვეძლება რომ ვისაუბროთ. მეორე საკითხი ძალიან სერიოზული გახლავთ პროფესიების არჩევის პრობლემა. თქვენ იცით რომ არსებობს ეგრეთ წოდებული ტრადიციული პოპულარული პროფესიები, მათ შორის ჩვენი პროფესიაც სამართალს გულისხმობთ და ხაზგასმით აღნიშნა პრემიერმაც რომ სამართალი არის ძალიან პოპულარული ერთ ნაწილში, მაგრამ დასაქმების ნაწილში ხშირად აღარ პასუხობს უკვე არსებულ მოთხოვნებს. წარმოიდგინეთ რომ ჩვენ რაოდენობის იურისტებსაც უშვებთ, ამ რაოდენობის დასაქმებადობა უბრალოდ არა მარტო ჩვენნაირი ვთქვათ 3 მილიონი ნახე 4 მილიონი ანუ მოთხოვნა მიწოდების დისბალანსი არის აბსოლუტურად დარღვეულია მაშინ როცა მაგალითად პროგრამირების ნაწილი, IT მიმართულებების ნაწილი, იგივე ხიდების მშენებლობის ნაწილი, იცით თქვენ რამხელა ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს ქვეყანაში და ხშირად ძალიან გვიჭირს შესაბამისი სპეციალისტების არჩევა, რომელიც იგივე ტექნიკური უნივერსიტეტის საქმეა და ძალიან გვინდა რომ ამ ნაწილში სტიმულირება გაუკეთოთ და რაც შეიძლება მეტი სტუდენტი და ჩავრიცხოთ ამ ნაწილში. ამიტომ ჩვენი ამოცანა გახლავთ რომ ამ მიმართულებით
სადაც ბაზარზე უფრო მეტი მოთხოვნაა, ამ მიმართულებით პროფესიებზე რაოდენობა გავზარდოთ და შესაბამისად ვცადოთ რომ შევამციროთ იმ პროფესიების რაოდენობა, რომელიც პოპულარულია, მაგრამ დასაქმებასთან ადეკვატური არ არის. ბატონ ზვიად, ვიდრე გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს 7 პუნქტიან გეგმას გულისხმობ, რადგან ამ თემას შეეხეთ, მინდა გითხოთ, ხომ არ ფიქრობთ, რომ უშუალოდ სკოლის პერიოდში არის მნიშვნელოვანი მოზარდის დაინტერესება ამა თუ იმ პროფესიასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ზოგადად როგორც ხდება, არ არსებობს ასეთი კონკრეტული მიმართულებები, რომელზეც მიიღებს ბავშვი დამატებით ინფორმაციას, რის საფუძველზეც გაუჩნდება სურვილი, რომ კონკრეტული პროფესია აირჩიოს. სრულად გეთანხმებით, ამ ნაწილში თქვენ იცით, რომ სკოლების მიმართულებით ძალიან გვინდა, რომ STEAM მიმართულება ძალიან განვავითაროთ, გამოყენებითი კვლევების მიმართულება და იგივე ფიზიკა, მათემატიკის მიმართულება. შესაბამისად გიდასტურებთ იმას, რომ სანამ უნივერსიტეტში მოსწავლე მოვა, ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ ფუნდამენტური ცოდნა გქონდეს ამ ნაწილში. ამ ნაწილში ძალიან ინტენსიურად მალე მინისტრი განაცხადებს რეფორმასთან დაკავშირებით და იქ დეტალურად ახსნის სკოლების მიმართულებით რას გეგმავთ, მათ შორის თქვენ კითხვასთან პირდაპირ კავშირში რომ იყოს იმ მიმართულებების განვითარება, რომელიც შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალიან გვჭირდება, რომ იყვნენ მოსწავლეები და შემდეგ სტუდენტები უკვე მომზადებული მოსული, განსაკუთრებით ამ მიმართულებით შეგვიძლია გითხრათ პირდაპირ STEAM მიმართულება, რომელიც ფიზიკა, მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიების მიმართულებით დამატებით სტიმულაციას მიცემს. მათ შორის უმნიშვნელოვანესია იგივე პროგრამირების ნაწილი, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვის ნაწილი, რაზეც ასევე ძალიან აქტიურად მუშაობთ. მაგალითად, დილას მქონდა მე შეხვედრა Google-ის წარმომადგენლებთან, რეგიონალურ დირექტორთან, სადაც პირდაპირ მქონდა საუბარი იმაზე, რომ სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწრაფად დავიწყოთ მისი დანერგვა. ხო, რეფორმის ერთ-ერთი პუნქტი არის საბაკალავრო და ეს სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობის შემცირება. რას ნიშნავს 3+1 სისტემა და სტუდენტები 4 ნაცვლად 3 აკადემიური წლის მანძილზე ისწავლიან. ანუ რომელ კონკრეტულ ფაკულტეტებს ეხება, კონკრეტულ საქმიანობას ეხება თუ რა იქნება ამის მთავარი მიზანი, ძალიან საერთოდ გადაწყვეტილი არის თუ არა უკვე ეს გადაწყვეტილი ძალიან საინტერესო შეკითხვაა. აი თეატრალურში მაგალითად მე 4 წელი ვისწავლე. აწი თეატრალურში ვის ჩააბარებს 4 ექნება თუ 3 ექნება. გასაგებია. მაინტერესებს. პირველ რიგში 3+1 გულისხმობს 3 წელი ბაკალავრიატს და +1 წელი მაგისტრატურას. დღევანდელი მოდელი, რაც საქართველოში არის, გულისხმობს 4+2, ანუ 4 წელი არის ბაკალავრიატი და 2 წელი არის მაგისტრატურა. სტატისტიკას რო გადავხედოთ და შორს რო არ წავიდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რადგან ხშირად აპელირებენ ხოლმე რომ თითქოს რაღაცა ბოლონიის პროცესა, რომელიღაც ლისაბონის კონვენციას ვეწინააღმდეგებით, გარწმუნებთ რომ ეს ასე არ არის და უფრო მეც გეტყვით. დღეს ევროკავშირის ყველა წამყვანი ქვეყანა ბაკალავრიატის ნაწილზე აბსოლუტური უმრავლესობა გადასულია სპეციალური სტატისტიკაც გვაქვს, რა თქმა უნდა, 3 წლიან ბაკალავრიატის მოდელზე, რადგან მიიჩნევა რომ მეოთხე წელი პროფესიაში შეცვლისთვის არის უკვე 1 წლით დაგვიანება. შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ პრაქტიკული კომპონენტები უფრო სწრაფად აითვისოს და შესაბამისად პროფესიაში სწრაფად შევიდეს. რაც შეეხება მაგისტრატურის ნაწილს. მაგისტრატურის ნაწილზე ევროკავშირის ქვეყნებში კანონმდებლობა არის გაყოფილი. არის პროგრამები, მაგალითად სამართალში ეგრეთ წოდებული LLM, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი იურისტებისთვის, რომლებიც არ აპირებენ მეცნიერებაში დარჩენას, ანუ არ აგრძელებენ კვლევით საქმიანობას. შესაბამისად, მაგალითად დასაქმებული არიან ბანკში ან სადაზღვევო კომპანიის იურისტებად. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ 1 წლის მანძილზე მხოლოდ ის საგნები შეისწავლონ, რაც მათ პროფესიული კარიერულ წინსვლაში ხელს შეუწყობს. მეორე ნაწილი, რომელიც +2-ია, ასე ვთქვათ, არის მნიშვნელოვანი და ეს სხვათა შორის კონვენციებში გაწერილია, რამდენი კრედიტი უნდა იყოს იმისათვის, რომ შემდეგ მესამე საფეხური და თქვენ იცით, რომ ბოლონიის პროცესი გულისხმობს 3 საფეხუროვან სწავლების მოდელს. ეს არის ბაკალავრიატი, არის მაგისტრატურა და არის დოქტორანტურა. დოქტორანტურაზე ჩასაბარებლად უნდა გქონდეს სტუდენტს დაგროვილი შესაბამისი კრედიტები. სავარაუდოდ და საშუალოდ ეს არის 300 კრედიტი. აქედან გამომდინარე, იმ ნაწილში, სადაც შესაძლებელი იქნება და აუცილებელი გახდება, რომ ეგრეთ წოდებული PhD-ზე, ანუ სადოქტორო პროგრამაზე შევიდეს, ის აუცილებლად იქნება განსაზღვრული ისეთი საკრედიტო რაოდენობა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. შესაბამისად, დიდი ალბათობით ასეთ მიმართულებით შესაძლებელია 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამების დაშვებაც, რაც საშუალებას მიცემს სტუდენტს, რომ შემდეგ გააგრძელოს PhD ნაწილზე. და მეორე ნაწილსაც ბარემ ვიტყვი, რადგან 2 წლიან საკითხზე იყო საუბარი, ეს გადაწყვეტილება მიღებულია, რა თქმა უნდა, ფუნდამენტურ
საკითხებზე, მაგრამ ის არ გამორიცხავს ეგრეთ წოდებულ რეგულირებად პროფესიებზე განსხვავებული წესის დაწესებაზე. მაგალითად სამედიცინო სხვათა შორის არის დაყოფილი ჩარჩოს მიხედვით არის დაყოფილი სხვა პროფესიებად. იქ არის ფარმაცევტიკა, არის მედიცინის მიმართულება, განათლის ქირურგიის და ასევე მაგალითად არის არქიტექტურის მიმართულება, მაგრამ არ არის მაგალითად თქვენი პროფესია. უფრო მეც გეტყვით, დღეს არსებული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ჩემი პროფესიაც სამართალით ითვლება რეგულირებად პროფესიას, ასევე განათლების მიმართულება, მაგალითად არის ევროკავშირის რეგულაციებში ეს ასე არ არის. სამართალი არ ითვლება ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით რეგულირებად პროფესიას. ამას თავისი მიზეზი ქონდა, მოგეხსენებათ რომ ჩვენთან იგივე მოსამართლეთან ნოტარიუსად როცა იწყებს ადამიანი, მას ჭირდება გარკვეული ტიპის პროფესიული გამოცდის ჩაბარება. შესაბამისად, თავდაპირველად ეს იყო საფუძველი, რომ ასეთი ტიპის ცვლილება მოხდარიყო, თუმცა ამას მალე კანონი დაარეგულირებს. ბატონ ზვიად, მინდა გითხოთ სისტემის შეცვლის პროცესზე და ხანგრძლივობაზე. რა დრო შეიძლება დასჭირდეს აი ამ 3+1 სისტემაზე გადასვლას? ასევე საინტერესოა, ვინც მაგალითად წელს არის მეორე კურსზე, მას შეეხება თუ არა ეს ცვლილება? ნუ ჩვენ ვიცით რომ ეს გაწერილი არის რაღაც კონკრეტულ ვადაზე. ბოლოდან დავიწყებ, არც მეორე კურსელს და უფრო მეტი არც წელს ვინც ჩააბარა, ამას საერთოდ არ ეხება ეს სისტემა, რადგან ჩვენ ამის დისბალანსს არ გამოვიწევთ. მეორე საკითხი, დღეს არსებული პროგრამები ყველა გახლავთ აკრედიტებული, მოგეხსენებათ და ის აკმაყოფილებს გარკვეულ სტანდარტებს. შესაბამისად, აკრედიტაცია ამ პროგრამებს გავლილი აქვს 4+2 მოდელით. აქედან გამომდინარე, იმისათვის რომ 3+1-ზე მოხდეს გადაწყობა, ამას ჭირდება არა მარტო საკანონმდებლო ცვლილებები, არამედ დაახლოებით 1900 პროგრამამ უნდა გაიაროს რეაკრედიტაცია. შესაბამისად, სახელმწიფო რა თქმა უნდა არ გეგმავს რომ ამის პარალიზება მოახდინოს, ამიტომ ჩვენ მეთოდურად ვაპირებთ არა მარტო საკანონმდებლო ცვლილებების შეტანას, არამედ გარკვეული ტიპის გარდამავალი პერიოდის დაწესებას, რომლის დროსაც უმტკივნეულოდ უნივერსიტეტები შეძლებენ და ეს პროცესი სხვათა შორის მუდმივად ხდება. მაგალითად, სამართლის კლასტერული აკრედიტაციები ეხაც მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში ჩვენ ვეცდებით, რომ ნაბიჯ მოვახდინოთ კლასტერული გადაწყობა ისე, რომ 3+1 იყოს მხოლოდ იმ პროგრამებზე, რომელზეც სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ 3+1 არის იმპერატიული. ბატონ ზვიად, კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც გვინდა შევეხოთ, 12 კლასის ნაცვლად 11 კლასი. ამ საკითხმა არაერთი კითხვა გააჩინა საზოგადოებაში. რატომ არის საჭირო ამ ცვლილებების შემოტანა? პირველ რიგში ამას კითხავთ და აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ბევრი ექსპერტი საუბრობს გარკვეულ რაღაც რისკებზე, მათ შორის დასავლური საგანმანათლებლო სისტემისგან იზოლაციაზე და ასე შემდეგ და შესაძლო ბარიერებზე. გავიგოთ რა არის. მოკლედ გითხარით, რატომ გახდა საერთოდ ეს საჭირო, გადაწყვეტილი არის თუ არა უკვე და რა ალტერნატივა შეიძლება შესთავაზოთ იმ ადამიანებს, რომლებიც 11 კლასს დაამთავრებენ და უნდათ სწავლის გაგრძელება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ზოგადად უნდა გითხრათ, რომ განათლების ექსპერტები ხშირად ძალიან რადიკალურები არიან ხოლმე, იმიტომ რომ მათ ავიწყდებათ, რომ 11 კლასსაც სწავლობდნენ საქართველოში, შემდეგ 12-ზე გადაეწყდნენ, ხან 11-ზე გადავმეს 11 მაგ დამთავრებული და არ გონია რომ ჩვენი განათლების მოდელი 12 კლასიანზე განათლების მოდელზე უარესი ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე მივიჩნევთ, მაგრამ აქ საუბარი არის სამომავლო ბარიერებზე. რა თქმა უნდა, ხუმრობას რო თავი დავანებოთ, თავარი კითხვის ნიშანი გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა შესაძლებლობა, რომ 11 კლასს დამთავრებულმა, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განაგრძოს ბაკალავრიატის პროგრამაზე. აქ არის აზრთა სხვადასხვაობა ექსპერტებში. მაგალითად, მე მიმაჩნია, რომ არასწორი მოდელია, ჩემ სუბიექტურ ასრულებდა, ეს არ ემთხვევა, რა თქმა უნდა, არანაირ სამთავრობო კონცეფციას, უბრალოდ სუბიექტურ როგორც ექსპერტის აზრს გეტყვით, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაკალავრიატის პროგრამებზე ჩვენი შვილები საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლობენ, იქ არის მენტალური პრობლემები და ასე შემდეგ, ამას შევეშვათ. არის თუ არა ეს ბარიერი? მაგალითად, ესპანეთს ევროკავშირის ქვეყნებში აქვს 13 წელი აუცილებელი მოთხოვნა იმისათვის, რომ შემდეგ უნივერსიტეტში გადავიდეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ბარიერი უკვე შექმნილია. ეს ნიშნავს, რომ ამ ლოგიკით საქართველოს +2 წელი უნდა დაამატოს კიდე არსებულ მოდელს. ანუ რატო ვამბობ ამას, რომ არ არის ერთგვაროვანი მოდელი ევროკავშირშიც. მეორე საკითხი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ მიმართულებით არ გვაქვს იმპერატიული დამოკიდებულება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ზოგადი განათლების რეფორმა არ დაგვიანონსებია. მაგრამ გვინდა რომ 11 კლასი იყოს ის ძირითადი მამოძრავებელი ძალა,
რომ მე-12 კლასში, რომელზეც ძალიან კარგად იციან ყველა ექსპერტმა, რომ ძირითადად ბავშვები არ დადიან სკოლაში, ცალსახად ვამბობთ, დაკავებული არიან ეგრეთ წოდებული აბიტურიენტობის პერიოდით, რეპეტიტორებთან ემზადებიან. ამის ნაცვლად ჩვენ გვინდა შევთავაზოთ განსხვავებული სისტემა, რომელიც ოჯახებსაც დაუზოგავს გარკვეულ თანხას და სახელმწიფოსაც არ დაჭირდება დამატებით 1 წლის შენახვა იმ ლოგიკით, როდესაც მოსწავლეები უბრალოდ არ დადიან. ეს იყო და ის მთავარი мотивация, რისი მესიჯიც გაჟღერდა. უფრო დეტალებში, რა თქმა უნდა, მინისტრი ძალიან მალე ისაუბრებს, რადგან კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ გვინდოდა, რომ ეს 11 კლასის ნაწილი ყოფილიყო. გარწმუნებთ, რომ პრეზენტაციაში იმდენად დეტალურად იქნება ყველაფერი განსაზღვრული, რომ ახსნილი იქნება თავიდან ბოლომდე საერთო კონტექსტში, რატო არის ჩვენთვის საინტერესო 11 წელზე დაბრუნება და არა ახალი რაღაც მოდელის შემოტანა. და ალბათ საუბარი იქნება იმ ბარიერის გადასალახ მექანიზმზეც, რომელიც შეხედავენ, ხო? ამ ნაწილზეც ყოველთვის არსებობს გარკვეული ტიპის კარგი გაგებით შემოვლითი საკანონმდებლო გზები, მაგალითად, ერთი ვერსია გავაჟღერეთ, რომ შესაძლებელია იმ ოჯახებს, რომლებსაც აქვს იმის რესურსი და გარწმუნებთ, რომ ბაკალავრიატში სწავლა იაფი ნამდვილად არ ჭირდება ევროკავშირის და არა მარტო ევროკავშირის ტერიტორიაზე, აქვთ ამის რესურსი, როგორც წესი ხშირად აქვთ ხოლმე იმის რესურსიც, რომ 1 კლასი წინ სწრებით მე-12 კლასი იმ შესაბამის ქვეყანაში ასწავლონ, თუნდაც იმიტომ, რომ ადაპტირება მოახდინონ იმ ქვეყნის ენასთან, კულტურასთან და შემდეგ უნივერსიტეტთან. მეორე ვერსია, რასაც ასევე განხილვის სტადიაშია და სხვათა შორის ამასაც ვფიქრობთ, ხომ არ შეიძლება შევქმნათ სპეციალიზებული მე-12 კლასები, რომლებიც იმ მცირე კონტინგენტის და მალე ჩვენ სტატისტიკასაც გამოვაქვეყნებთ, წინსწრებით გეტყვით, რა რაოდენობის მოსწავლეები ამთავრებენ ზოგადად სკოლას და რა რაოდენობის მოსწავლეებზე არის ატეხილი აჟიოტაჟი, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ბაკალავრიატის ნაწილზე საქართველოს უზღუდავს ბავშვებს ევროპული განათლების მიღებას. პროცენტიც არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ამის გამო ვამბობ, რომ თუნდაც ერთი ბავშვიც რო იყოს, მისი ინტერესები რომ დაცული იყოს, განვიხილავთ დამატებით კრიტერიუმად სპეციალიზებული სკოლების შექმნას, შესაძლებელია გარკვეული ტიპის სკოლებს მივცეთ დამატებითი კვოტა მე-12 კლასთან დაკავშირებით, უბრალოდ მე არ მინდა წინ გავასწრო მოვლენებს, რადგან ეს დამუშავების სტადიაშია და ამაზე უფრო მეტად მინისტრი ისაუბრებს. ბატონო, მინდა კითხოთ ასევე უმაღლესი განათლების ახალი კონცეფციის პარაგრაფში რა შეეხება იქნება მეცნიერების მიმართულებით. თქვენ უშუალოდ ამ მიმართულებით ვიცი რომ საკმაოდ ეს აქტიურად ხართ ჩართული და მაინტერესებს ამ სიახლეების შესახებაც. მეცნიერების რეფორმირების გარეშე უმაღლესი განათლების რეფორმა არ არსებობს. თუ ნახეთ იმ 7 გამოწვევასთან ერთად მე-4 გამოწვევა იყო სწორედ სამეცნიერო მიმართულებების დაძლევა. რა პრობლემები გვაქვს? პრობლემები ძალიან ბევრია. კერძოდ პრობლემები არის წამოსული 90-იანი წლებიდან, შემდეგ მოხდა მასიური პრივატიზებები კვლევით ინსტიტუტის ინფრასტრუქტურის და გახსოვთ ეს პერიოდიც, როდესაც თქვა ყველაზე პრესტიჟულ ადგილებზე უბრალოდ პრივატიზება მოახდინა სახელმწიფო იმ პერიოდისთვის და შესაბამისად ძალიან ბევრ კვლევით ინსტიტუტს იურიდიული სტატუსიც არ აქვს და ამაზე ჩვენ გახსნილად ვსაუბრობთ. გულისხმობთ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი არ აქვს. შესაბამისად ისინი დამოუკიდებლად სამეცნიერო ინფრასტრუქტურის შესყიდვას ვერ ახდენენ, ანუ დამოკიდებულნი არიან იმ უნივერსიტეტებზე, რომლებზეც ფორმალურად არიან მიწებებულნი და არ მოვერიდები ამ სიტყვას, რადგან ამ მიმართულებით ხშირად ინტეგრირების პრობლემა გვაქვს. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა ძალიან ნათლად თქვა, რომ რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი, კომპონენტი შეეხება მეცნიერების რეფორმირებასაც. ჩვენ გვინდა ახალი ინფრასტრუქტურა, გვინდა ახალი კვლევითი ინსტიტუტები, გვინდა მოძველებული კვლევითი ინფრასტრუქტურის განახლება, გვჭირდება მეცნიერების პრიორიტეტიზაცია და ეს მინდა ხაზგასმით თქვა, დღეს არსებული საქართველოს რეალობიდან გამომდინარე გვაქვს 81 პრიორიტეტი, რაც არის კატასტროფა. ევროკავშირის ქვეყნებს 3 და 5 პრიორიტეტზე მეტი არ აქვთ. აქედან გამომდინარე სახელმწიფო ვალდებულია განსაზღვროს მოკლევადიან პერსპექტივაში, თქვა 3 და 5 წლამდე პერიოდში სამეცნიერო პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტებზე იქნება აწყობილი იგივე რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ განსაზღვრული კვლევითი საგრანტო კონკურსები, პირდაპირ მიწოდება და დაფინანსება მოხდება იგივე უნივერსიტეტების რომ კვლევითი პრიორიტეტები განავითარონ და ასევე პროფესორები, რომლებიც და იცით თქვენ რა ანაზღაურებას განვაცხადეთ პროფესორებთან დაკავშირებით, ეს არის მიზანმიმართულად გაკეთებული, რომ 10,000 ლარზე იყოს პროფესორზე იქნება, სრულ პროფესორზე იქნება 10,000 ლარი, ესეც მიზანმიმართულად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროფესორები იყვნენ სრულად დაკავებული არა მარტო სალექციო კურსის
პროფესორის წაკითხვით და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, როდესაც გონიათ რომ პროფესორები არიან მხოლოდ ლექციის წამკითხველები. საქმე ის გახლავთ რომ ჩვენ გვჭირდება პროფესორი, რომელიც პირველ რიგში არის მეცნიერი, აწარმოებს სამეცნიერო კვლევებს, სახელმწიფოს ეხმარება კონკრეტული დარგების განვითარებაში და სახელმწიფოს ეხმარება დამატებითი საგრანტო კონკურსების მოზიდვაში, მათ შორის ორ მხრივი და თქვენ იცით რომ ამ მხრივ მაგალითად გერმანია 4-დან 6 მილიარდ ევრომდე აგენერირებს ევროკავშირის კვლევითი მასშტაბებიდან, იგივეა მაგალითად საფრანგეთით, ამიტომ ჩვენ ძალიან გვინდა რომ ამ მიმართულებითაც ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ. ძალიან კარგი. დიდი მადლობა ბატონ ზიად. ჩვენ რა თქმა უნდა წარმატებებს გისურვებთ თქვენ და ველოდებით უკვე გადაწყვეტილ სიახლეებს და შემდგარი პუნქტებს და ანერგილს, რომელზეც უკვე ანონსი გაკეთებულია.